ხშირად გაწუხებთ თავის ტკივილი? არსებული თავის ტკივილის რამოდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს, რომელიც უნდა იცოდეთ. პირველი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ეს იყოს გადაღლილობის მდგომარეობა, მაგრამ გადაღლილობის სიტუაციის გარდა არსებობს ენერგეტიკული, ასე ვთქვათ, დაბინძურების მდგომარეობა. შესაძლებელი არის ნეგატიური ენერგიები იყოს თქვენში დაგროვილი, რაც განაპირობებდეს გარკვეული კუთხით თავის ტკივილის გადაღლილობას და ასე შემდეგ, ხო? ამისთვის რას ვაკეთებთ? გასათვალისწინებელი არის ის ფაქტორიც, რომ კონკრეტულად შესაძლებელი არის იყოს დაბლოკილი ფეხების მდგომარეობაც. როდესაც ადამიანში არის გარკვეული სახის ნეგატიური ენერგია, დროთა განმავლობაში ეს უნდა გავიდეს ფეხების მდგომარეობით, მაგრამ როდესაც ფეხები არის დაბლოკილ მდგომარეობაში, შესაბამისად ეს ენერგია ფიზიკურად ადამიანისგან არ გადის. ამისთვის რას ვაკეთებთ? შეხედეთ, ეს უბრალოდ სიმბოლურად რო წარმოდგენა გქონდეთ, ჩვეულებრივ ადამიანი დგა ხო პოზიციაში, გასწორებული, წელში გასწორებული, რა უნდა გააკეთოს? წინა მხარეს, ანუ როგორც დგა, წინ უნდა გადაიხაროს, პირდაპირ მნიშვნელობით აი ესე უნდა გადაიხაროს და თავისი ხელები რაც არის, ფეხებთან უნდა მიაბჯინოს. რამოდენიმეჯერ უნდა ჩაისუნთქოს, ამოისუნთქოს. მსგავსი ქმედება დღეში თუნდაც 3-ჯერ გაკეთება მსგავსი ქმედების, დაეხმარება ადამიანს იმაში, რომ ეს გარკვეული სახის ბლოკები, რაც ენერგეტიკული ფეხების კუთხით აქვს, მაქსიმალურად რომ გაიხსნას და ის დაგროვებული უარყოფითი ენერგიები, რაც კონკრეტულად თავის არეში გაწევათ და ტკივათ, რომ გაიტანოს ფეხების სიტუაციის კუთხით. გააკეთეთ არსებული პრაქტიკა რამოდენიმეჯერ დღის განმავლობაში, რამოდენიმე დღის მიყოლებითაც შეგიძლიათ და შედეგს თავადვე